უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ბუნებრივია განვიხილეთ მიმდინარე კვირის სასესიო კვირის დღის წესრიგი, სადაც მთავარი საკითხი უკვე მოგეხსენებათ, რომ არის საქართველოს ბიუჯეტი, თქვენ იცით, რომ ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს 28 მილიარდ 700 მილიონ ლარს და ბუნებრივია აქაც ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ჩვენ 30-მდე შენიშვნით წინა თვეში დაუბრუნდით მთავრობას, აღნიშნული ბიუჯეტი, მათ ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს უმეტესწილად, შეგვიძლია ასე ვთქვა, თავისუფლად და მიმდინარე დღეებში, ანუ მიმდინარე სასესიო კვირაში ჩვენ ამ ბიუჯეტს დავამტკიცებთ. ასევე, რაც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ალბათ, ჩვენ საბოლოო ჯამში, ასე დავარქვათ, მივაღწიეთ კონსენსუსს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით. მათ შორის გვინდა მადლობა გადაუხადოთ როგორც სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს, ასევე დირექტორს, იმიტომ რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ კონსულტაციებში და ამ კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივედით კონკრეტულ გადაწყვეტამდე, რომელიც ასეთია. მომდევნო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დაასრულონ შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა შენობის, რომელიც არის დაწყებული, ეს არის ძალიან კარგი პროექტი და მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ამის შემდეგ 2 წლის შემდეგ ზუსტად, ანუ 2026 წლის 1 იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლის 64-ზე. დღევანდელი მოცემულობით თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს. რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა პროგნოზი არის ის, რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, დრამატული ზრდა ხდება, ბუნებრივია ვერ გექნება მოსახლეობის რაოდენობას, ვერ გადააჭარბეს ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად და ნახევრად ხუმრობით, მაგრამ იქნება ზრდა, მათ შორის უკვე რაც არის წლევანდელი მონაცემები. ამის მიხედვითაც დღევანდელ საოპერაციო ხარჯებზე მეტი იქნება, ანუ ხელფასების ზრდა და ინფლაციის შესაბამისი და ადეკვატური ზრდა ყველა მიმართულებით საზმაოს შიგნით შეიძლება კონდეს და შესაბამისი ხარჯებით დაფაროს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ იქნება დასაქმებული ადამიანების ზრდა ქვეყანაში, რაც ავტომატურად გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდას, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი დინამიკა ბუნებრივია, როგორც იყო აქამდე. გაორმაგება და გასამაგება, როგორც შეიძლება და მომხდარიყო, ეს ბუნებრივია არ იქნება, მაგრამ ასევე პირიქით დაზღვევის სახით ამავდროულად იწერება ისიც, რომ შემცირების შემთხვევაში და ასეთი პროგნოზი არ გვაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ თეორიული რისკებს უნდა დავაზრდოთ, შემცირების შემთხვევაში თუ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიყვება და არ შემცირდება. მე შევეცადეთ დეტალურად განვემარტო თუ იქნება კითხვები კიდევ გიპასუხეთ. და ასევე ჩვენ მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განვიხილავთ კანონს, რომელიც შეეხება ლამინირებულ პირადობის მოწმობებს, თქვენ უკვე იცით და ჩვენ ამას ხარჯს დავუჭერთ, რომ 2024 წლის 1 ივლისს გაუქმდება ყველა 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობა. რაც ჩვენ და ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ ჯერ ერთი ფიზიკურად ვნახოთ, რამდენი ადამიანია რეალურად ადგილზე, რამდენი ამომრჩეველი ყავს რეალურად, თქვენ იცით, რომ ეს სულ საკამათო საკითხი იყო, ამიტომ ჩვენ შევძლებთ, რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ რეალური ამომრჩევლის, აბსოლუტურად გავითავისუფლოთ თავი მანიპულაციური და პროვოკაციული, პირდაპირ დავარქვათ ამის სახელი, ნეგატიური კამპანიისგან, რაც ხდება ხოლმე არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით და ის ადამიანები, ვინც აიღებს ახალ მოწმობას, შეძლებენ მიიღონ არჩევნებში ჩვეულებრივად მონაწილეობა და გამოიწვება ეს პირადობის მოწმობები, მაგრამ ვინც სხვადასხვა მოსაზრებების გამო უარს იტყვის ახალი, ანუ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, მათ კვლავ ექნებათ საშუალება, რომ აიღონ ლამინირებული პირადობის მოწმობა. ყოველ შემთხვევაში, ხა დღეს რომ არის გაცემული 200,000-ზე მეტი, ბუნებრივია მსგავსი მიახლოებული რაოდენობა არ იქნება ამის მსურველი, ვერც რელიგიური მოსაზრებით, რომელიც დაახლოებით არის 64 სულ ქვეყანაში აღებული 2011 წლის შემდეგ. რამდენად მცირეა და შეუდარებლად მცირეა რაოდენობა. და საერთო ჯამში მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელზეც არ ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით და ხვდებით რაზე ვლაპარაკი, 200-მდე პირადობის მოწმობაა სულ 2011 წლის შემდეგ მსგავსი დაბეჭდით. თუ მსგავსი ან მოტივაციით,
ან მიზეზით კვლავ ვინმე მოინდომებს პირადობის მოწმობის ლამინირებულის ანუ აღებას, ბუნებრივია ის აიღებს ამ მოწმობას და ისევე როგორც საქართველოს მოქალაქის პასპორტით, ასევე ლამინირებული მოწმობითაც შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას. დანარჩენები გამოცვლიან და ისინი ჩვეულებრივად როგორც სხვა მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ამიტომ ეს თემა აბსოლუტურად იხურება და ბატონი ფრიდონ ინჯიაძე მაქვს საუბარი ინიციატივასთან ერთად ყოველგვარი რისკები გამოირიცხება და დაზღვეული იქნება მანიპულაციური და სპეკულაციური კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ ამას ნეგატიური კამპანიისგან ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში თორე ისე ბევრს ველოდებით რა თქმა უნდა ამაზე უარს არ იტყვენ მაგრამ ამ ნაწილში აბსოლუტურად თემა არის ჩახურული მათ შორის რაც უნდა გასაკვირი იყოს ეს საკითხი ჩვენ შევათანხმეთ ოპოზიციასთან უფრო მეტის მათთან ერთად გადავწყვიტეთ ამიტომ ეს საკითხი მგონია რომ აღარ გამოიწვევს რაიმე სხვადასხვა ინსინუაციებს და ვთქვათ ასე. სხვა თემებიც იქნება ბუნებრივია, მიმდინარე საკითხები არის ბევრი მათ შორის მშენებლობის ამნისტია, შემიძლია დავაზუსტოთ, რომელიც მთავრობის ინიციატივით ითვალისწინებს იმას, რომ თავის დროზე უკანონო მშენებლობები, ოღონდ აქ არის სოფლად კერძო სახლებში და მსგავს ნაგებობებზე და არაკორპუსზე და ასე შემდეგ იქნება ამნისტირებული და მოქალაქეებს მათი დაკანონების საშუალება მიეცემათ კონკრეტული კრიტერიუმები იწერება რომ სხვა გავრცელების ფორმა არ მიიღოს რომ თქვათ ისეთ შენობებზე გადავიდეს სადაც უსაფრთხოების საკითხები არ შეიძლება იყოს დაზღვეული და ასე შემდეგ აქ დეტალურად მიმდინარე კვირაში თქვენ ალბათ დაინტერესდებით და გავიცნობით მსგავსი საკითხები არის ბევრი დატვირთული სამუშაო კვირა გვექნება დანარჩენ დეტალებზე შემიძლია გიპასუხოთ. დიახ. იმასაც კი ვიცით ამ დღეების განმავლობაში რომ ორბანთან ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთ. ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება. დაალაგებული აქვს ყველაფერი და ჩვენ ორბანთან ხარდაჭერისათვის დავდივართ უნგრეთში და არა არგენტინაში და არათუ ჩვენი მიმართულებით შეფერხება, არამედ განსაკუთრებული ლობიზმის დონემდეც კი აყვანილი მხარდაჭერა გვაქვს ორბანის და სახელმწიფოს მთლიანად ამ სახელმწიფოს მხრიდან, ამიტომ აქ რისკები მათი მხრიდან ბოლომდე არის გადაზღვეული. ეხლა თუ ისინი ფიქრობენ რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა მოინდომებს რომ ცალკე პაკეტად გაიტანონ, ამას თქვათ აქედან უკარნახებენ და მსგავსი მავნებლობები იქნება ჩადებული, თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და მის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არჩევს. წარმოუდგენელია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის და ხაზი გავუსვათ იმას, რომ უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის მხარდაჭერა უპრეცედენტო, ამიტომ მათ რაიმე საკითხი საქართველოსთან დაკავშირებით დააკავშირონ იმ თემებთან, რაზეც მათი შიდა საქმეა და ერთმანეთს ელაპარაკებიან, ეს არის გამორიცხული პირიქით, ისინი განსაკუთრებულად უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მონიჭების ფაქტს. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან რისკები არის ნულის ტოლფასი. ეხლა სხვა ეჭვები თუ ჩნდება, ამ ეჭვებზე მე ვილაპარაკოთ თეორიულ შანსზე, თუ შეიძლება ვიღაცამ ააგოს რაღაც ლოგიკა, მაგრამ პრაქტიკულად ამას ხაზგასმით ვამბობ, პრაქტიკულად ჩვენ რისკების წინაშე არ ვდგავართ თუ ის თეორიული შანსები, თუ იმ თეორიული შანსების გაცოცხლება არ მოინდომა ვიღაცამ. და თქვათ მაგალითად აი ასეთ დონეზეც კი ჩავიდეთ სიღრმეში ამ თეორიაში დაუშვათ, მაგალითად იმიტომ რომ თქვათ ორბანთან შეიძლება ვერ შეთანხმდნენ, საქართველოს იძიონ შური და გადაგვივადონ მაქსიმუმ ასეთი თეორიული ლოგიკაც კი ხმოვანდება ხოლმე, თუმცა ჩვენ ამის მოლოდი ამგვარად არ გვაქვს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ის უსამართლობა რომელიც 1 წლის წინ განხორციელდა საქართველოს მიმართ, ახლა აღმოიფხვრება აუცილებლად და სხვა მოლოდინებს ჩვენ არ ვახმოვანებთ. ის ნაწილზე? რაც შეეხება დამსახურებას, ევროკავშირი, მოდი ყველაფერს თავი დავანებოთ. რას ვამბობთ ჩვენ? გარკვეულწილად სუბიექტურები, ხო? რაც არ უნდა სიმართლეს ვლაპარაკობდეთ და ტყუილით გვიპირისპირდებოდნენ. გარკვეულწილად სუბიექტურები ვართ, ხო? და არც ეს არ ენდოს არავინ დაუშვათ სუბიექტურ პოლიტიკოსებს. რა კრიტერიუმები და რა შეფასებები დადოთ თავად ევროკავშირმა. მიმდინარე წელს. ამის მიხედვით ჩვენ წინ უსწრებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ობიექტურად ჩვენ შარშან გვეკუთვნოდა და პოლიტიკური
გადაწყვეტა იყო უსამართლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას, როდესაც დაეთანხმნენ ჩვენი კოლეგები და მათი ნაწილი თუ რაღაც კონკრეტული შემადგენლობა. შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ შარშანაც რომ გადაწყვეტილი ობიექტურად ჩვენ მივიღებთ სტატუსს, მაგრამ წელს უკვე ყველა ნიშანი არსებობს იმისა და პრაქტიკული გარანტია, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და ეს არის ობიექტური მოლოდინი შესაბამისად. იმიტომ რომ საქართველოს რაც ვერ დავაცდენინეთ ჩვენს ვერცერთ ოპონენტს და პრეზიდენტად წოდებულსაც კი საქართველოს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის საფუძველი იმისა, რა გადაწყვეტილებასაც ჩვენ ველოდებით მომდევნო დღეებში. არის ამჯერადაც საინტერესო წარმატებები სოციალურ მეცნიერებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ყველაზე არ ყოფილის 4% და სოციალურ როგორც შეეხება ჩვენ გქონდა დღეს შეხვედრა NDI-ის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან. ჩვენ გქონდა დისკუსია მათთან, არ დაგიმალავ და გაგიხმოვანებთ ამ ამბავს. მე მინდა მათ მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო, თუმცა გაგიმხილოთ ჩვენი საუბრის გარკვეული დეტალები და ეს არ იქნება რაიმე შეთანხმების დარღვევა, იმიტომ რომ ასეთ შეთანხმება ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ თავისუფლად საუბრობთ იმ დისკუსიის ფარგლებში, რა დისკუსიაც გქონდა. თუ შევხედავთ NDI-ის კვლევით გახმოვანებულ მონაცემებს, რომელიც ველზე უზრუნველყო, ანუ საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC-მ, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, ვისთან დაკავშირებული კომპანიაც არის, ხო? რადგან NDI კვლავ უკვეთავს CRRC-ს, მიუხედავად ამდენი წლის განმავლობაში რამდენიმე 10% ცნობილებისა, კი ბატონო, ვიკამათოთ ამ ფარგლებში. და ეს კამათი ჩვენი მხრიდან მოიცავს არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ, რაც არ უნდა აქაც გასაკვირი იყოს. თუ მხოლოდ იმ ნაწილს ავიღებთ, ვინც პასუხი გასცა კითხვაზე, რომელია მისი ფავორიტი პარტია, მსგავსი კითხვა იყო დასმული, ხო? აქ პროპორციის მიხედვით გამოდის ზუსტად იგივე მონაცემები, რაც იმედმა რამდენიმე დღის თუ კვირის წინ გამოაქვეყნა გორბის კვლევას გულისხმობ. ანუ თუ კი 19% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას უჭერს ხარს და 16% ამბობს, რომ დანარჩენს, ეს იმას ნიშნავს, რომ 55%-მდე ვინც დააფიქსირა პოზიცია, ამბობს, რომ ქართული ოცნება, დანარჩენი ამბობს დანარჩენ ოპოზიციას. ოღონდ ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია და თუ რომელიმე მაყურებელი ამას არ გაიზიარებს, ეს მისი საქმეა, მაგრამ გეტყვით მარტივ მონაცემს. თუ კი 65% ამბობს, რომ ან არც ერთ პარტიას არ უჭერს ხარს, ან არ უმხელს კვლევარს ვის უჭერს ხარს და ასე, ანუ 65%-დან ვერ მოაქვს მკვლევარს პასუხი. შეიძლება თუ არა ასეთი კვლევა სანდო ჩავთვალოთ. პასუხი მარტივია და რაც გაიფიქრეთ ყველა იგივეს გულისხმობ, რა თქმა უნდა მეც. და გარდა ამისა, სულ რომ პროპორციას დავევყრდნოთ, რომელი პროპორციაც გორბის კვლევის მონაცემებს დაემთხვა ერთ-ერთში, 1%-იანი ცნობილების გარეშე. უკვე ოპოზიციაში შიდა პროპორციაა დარღვეული და გეტყვით აქაც მარტივ მონაცემს. თუ კი 12% აქვს, თუ კი უბრალოდ 12% კი ისტორია, თუ კი 12% აქვს დანარჩენ ოპოზიციას ნაცმოძრაობის გარდა და ნაცმოძრაობის 4%, ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ 35%-მდე აქვს ნაცმოძრაობის გარდა ოპოზიციას მხარდაჭერა. თუ შეგიძლიათ ვინმეს გაიფიქროთ და მისახელოთ ის პარტიები, რომლებიც აიღებენ 35%-ს. აი ხო წარმოუდგენელი ამბავია, რომ ეხლა შეიკრიბოს რაღაცა ლელო, გახარია, გირჩები, ვიღაცები და ამათმა ერთად აიღონ 35%. მაშინ ყველას გადაულახავს 1.7-8%-იანი გარანტირებული მაჩვენებლით, ხო წარმოუდგენელი. ანუ იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია სერიოზულად ილაპარაკო იმის მიუხედავადაც კი, რომ პროპორცია გარკვეულწილად გარკვეულ ასევე რეალობას ემთხვევა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივია იმ საველე სამუშაოს მიმართ ნდობა, რომელსაც ატარებს ორგანიზაცია, რომელიც ათეულობით 20 და 30%-ით ცდება რეალურ მონაცემებს ყოველთვის და არჩევნების ამ ყველაფერს და შეიძლება ძალიან თავისუფლად გამოსულიყავი და გვეთქვა, რომ იგივე თქვა, რაც გორბმა თქვა. მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული დავარქვათ ასე, პროპორციული ალოკაციის მიხედვით, რაშიც საბედნიეროდ ძალიან კარგად ვერ ყვევით აი ამ დეტალებში. მაგრამ
იმდენად ალოგიკურია სხვა დანარჩენი, აი 75%-ს საერთოდ არ გასცა პასუხი. რა გამოკითხვა მაშინ? თუ 75% პასუხი ვერ მოგაქვს, რაღაცა ატარებ იმ კვლევას, ხო? და ბევრი ასეთი დეტალია, რომელთაც აღარ დაგლით და აქ აღარ შევა. კანდიდატის სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი